Telecompanija Marneuli TV-s ეთერში ყოველ ოთხშაბათს 19 საათზე ახალგაზრდა პედაგოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია, ასევე დემოკრატიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრი წარმოგიდგენ გადაცემას ხალის ხმა. გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მარნეულის ტელევიზიის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ქალის ხმა და მე მისი წამყვანი ბელა ოსიპოვა, ჩვენი თანაწამყვანი და თარჯიმანი თურაჯი ბრაგიმოვა და ჩვენი გადაცემის იურისტი ელისო ონიანი. გადაცემა მზადდება ახალგაზრდა პედაგოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაციისა და დემოკრატიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის მიერ საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის კავშირთან თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFS-ის ფინანსური მხარდაჭერით. დღევანდელი გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოში და მათ შორის ქვემო ქართლში. Როგორც ცნობილია, ოჯახში ძალადობის სტატისტიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემაშფოთებელია. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად 2000-ზე მეტი ადამიანი მოკლულია ოჯახის წევრების ან უახლოესი პარტნიორის მიერ და ეს ტენდენცია წლების მანძილზე უცვლელად რჩება. ქართულ რეალობაში ოჯახში ძალადობის თემა მართალია აქტუალურია, თუმცა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ბევრი მსხვერპლი ვერ ბედავს ან სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ამ პრობლემებით. საქართველოში მოქმედებს მთელი რიგი სამართლებრივი ნორმები ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ, თუმცა მისი არსებობა და გამოყენების მექანიზმები სავარაუდოდ ბევრმა არც იცის. არადა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ოჯახური ძალადობა არც თუ იშვიათი საქართველოშიც. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს თემა წლების განმავლობაში და დღესაც ტაბუ დადებულია. ოჯახში ძალადობის შესახებ სასაუბროდ დღევანდელ გადაცემაში მოვიწვიეთ ცნობილი ექსპერტი ქალბატონი ნატო შავლაყაძე, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე. ქალბატონი ნატო, დიდი მადლობა მობრძანებისათვის, იმისთვის რომ გამონახეთ დრო და თბილისიდან marneulში ჩამოძანდით. Tamaşaçılarımız Kadın Sesi Verilişi efirde gördüğünüz gibi bugün bizim aparatımız Bela Osipova, hukuk şinasımız Elisa Onyani ve ben Turancı Brahimova stüdyodan sizi salamlayırıq. Verilişimiz hatırladım ki Genç Pedagoglar, Psixologlar Asosiasiyası Demokratiya və Vətəndaş İnteqrasiyası Mərkəzi tərəfindən Gürcüstan Azərbaycanlı Gənclər İttifaqı ilə əməkdaşlıqla hazırlanır. Layihə Amerika Birləşmiş Ştatlarının Beynəlxalq İnkişaf Agentliyi USAID-in və Seçkilərin Beynəlxalq Seçkilər Sisteminin Beynəlxalq Fondu IFS-in maliyyə dəstəyi ilə həyata keçirir. Bugünkü verilişimizdə biz ölkədə ilə Kömürxatlının özündə ailədə təzyiqdən danışacağıq. Məlum olduğu kimi dünya miqyasında ailə təzyiqi ilə bağlı statistika məhdəl qoyucu nəticə verir. Belə ki, məsələn, Amerika Birləşmiş Ştatlarının Xəfiyyə Federal Bürosunun göstəricilərinə görə ölkədə hər il 2000-dən çox insan ailə üzvü ya da yaxın adamları tərəfindən öldürülür. İllər ərzində bu elə bir ki, dəyişməz ənənəyə çevrilibdir. Gürcüstan reallığında da ailədə təzyiq mövzusu düzdür, aktualdır. Lakin ekspertlər hesab edirlər ki, zərər çəkənlərin əksəriyyəti deməli, müraciət etməyə, aidiyyəti orqanlara müraciət etməyə cəhd etmirlər, ya da müxtəlif səbəbləri var ki, bu səbəblərdən müraciət edə bilmirlər. Biz bu mövzu haqqında deməli, danışmaq üçün, söhbət etmək üçün, müzakirə aparmaq üçün studiyamıza tanınmış ekspert Nana Şavqaladəni dəvət etmişik. O, Milli Ailə Təzyiqi Təşkilatı, Qeyri-ictimai Təşkilatının sədridir. ქალბატონი ნატო, ზოგადად რომ ვისაუბროთ ოჯახურ ძალადობაზე, რა არის ოჯახური ძალადობა? რა ფორმები აქვს, რა გამოვლენები და ვიცოდეთ ამის შესახებ? ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, თქვენ ბრძანეთ ჩვენი კანონის შესახებ, იქ გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მე ჩამოთვალე 5 ფორმა, ძალადობის 5 ფორმა გაგვაჩნია. ადამიანური ენით, ანუ ყოველთვის გასაგები ენით, უფრო მარტივად რო ვთქვათ, ეს არის
ერთი ადამიანის მიერ მეორეზე ძალადობისა და კონტროლის მოპოვების დიდი სურვილი და ამას მოძალადე ახერხებს ფსიქოლოგიური, ეკონომიური, ფიზიკური ძალადობით და იძულებით. ჩვენ გაგვაჩნია 5 ფორმა. ძალადობა ხასიათდება ზოგადად 3 ფაზით. სამწუხაროდ ერთხელ დაიწყება ძალიან მე ურჩევ ჩვენს ქალბატონებს ძირითადად ვინაიდან ქალები არიან ძირითადად ოჯახში ძალადობის ხარკლები, მისი პირველი გამოვლენისთანავე აუცილებლად ხმა უნდა აიმაღლონ, ანუ თუ პირველად მისი შეჩერება ნამდვილად შესაძლებელია. თუ კი დაიწყო, მისი შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია და მე მოგიყვებით ეს არის ძირითადად 3 ფორმა, რომელზეც შეთანხმდნენ საერთაშორისო ანუ ფსიქოლოგები, ადამიანები, რომლებიც ექსპერტები ამ სფეროში მუშაობენ, მე დასკვამდე რომ ოჯახში ძალადობა 3 ფაზით ხასიათდება. ეს არის პირველი ფაზა, საწყისი ფაზა, რომელიც ითვლება ის პერიოდი, როდესაც ეს ამ ყოველთვის გამოვლენა იწყება. ეს შეიძლება იყოს მაგიდაზე ხელის დარტყმა, ხმამაღალი შეძახილი, ჭიქის დამტვრება, ისე შესაშინება, კარების მოჯახუნება, სიტყვიერი შეურაცხყოფა. მეორე ფაზა ის უკვე გამწვავების ფაზა, ანუ ეს ის ფაზა, როდესაც ეს ყველაფერი ადვილი შესაძლებელია გადაიზარდოს და გადაიზრდება კიდევაც უმეტეს შემთხვევაში, თუ კი შეჩერებას არ ვეცდებით, ან პირველ ფაზაზე არ ავიმაღლებთ ხმას, გადადის ფიზიკურ ძალადობაში. და მესამე ფაზა ეს უკვე არის თაფლობისთვის ეძახიან, ანუ ეს ის ფაზა, როდესაც მოძალადე ცდილობს არ დაკარგოს თავისი მსხვერპლი, სთხოვს პატიებას, ჩუქნის საჩუქრებს, უსრულებს ყველა სურვილს და მე გეტყვით უფრო მეტსა ჩვენ ქონია შემთხვევა მოსულან ჩვენთან ადამიანები, როდესაც გაუცნობიერებლად ყვებიან სწორედ აი ამ ფაზების შესახებ და იმასაც ამბობდნენ, რომ მე ვიცოდი, აი როცა გამლახავდაო, მე ვიცოდიო, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდებოდა და მე თვითონ ვაჩქარებდი ამ პროცესს, რაც შეიძლება მალე გაველახეო ჩემს მეუღლეს, რომ დამდგარიყო ის დრო, როდესაც ყველა სურვილს ამისრულებდაო. ამდენ გაუცნობიერებლად. მაგრამ ამ ბოდიშის მოხდის შემდეგ ისევ მეორდება იგივე აპატიები. იცით რა, ყოველთვის ელოდება ქალი, რომ მისი მოძალადე, ანუ მეორე ნახევარი შეიცვლება. ამ იმედს არ კარგავს. ძირითადად და ყოველთვის პატიობს. შეთანხმდნენ ფსიქოლოგები, ასე ვთქვათ, ჩვენ გქონდა სწავლებები სხვადასხვა ქვეყნებში და ეს დაუწერელი კანონია, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ სულ ცოტა 8-ჯერ ურიგდება თავის მეორე ნახევარს, თავის პარტნიორს ქალი, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ წავიდეს და გაშორდეს თავის მოძალადეს. ანუ ქალს ჯერა რომ მისი პარტნიორი მეუღლე იქნება ის თუ მეგობარი შეიცვლება თუ მას ხშირ შემთხვევაში სოციალური ფონიც ხელს უშლის ამის ანუ გადაწყვეტილების მიღებისთვის და ასე შემდეგ არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ქალბატონებს უბრალოდ სხვაგან წასასვლელი გზა არ აქვთ და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის ისეთი სოციალური ვითარება, რომ ქალმა შეძლოს საკუთარი თავის და საკუთარი შვილების გამოყვება და კიდევ ერთი პრობლემა ეს არის ის, რომ ძირითადად ქონება ანუ სახლი, სადაც ცხოვრობენ წყვილები, ეკუთვნის დედამთილს, მამამთილს, დედას, მამას და ამდენად გაყრის შემთხვევაში არანაირი წილის გამოტანის, საცხოვრების გამოტანის საშუალება ამ ქალბატონს არ აქვს. ან კიდევ უფრო მეტი ისინი არიან არაკანონიერ ურთიერთობაში, არარეგისტრირებული კავშირში ყოფებიან და ამ შემთხვევაში უკვე ნამდვილად ვერაფერს ვეღარ შეძლებს გამოიტანოს იქიდან წინ და ეს ძირითადად ითვლება იმ მიზეზად, რომ ისინი რჩებიან აი გამართლებას, ძირითადად აი ამით იმართლებენ თავს. Sevgili tamaşaçılarımız, biz qonağımıza sual verdik ki, ailə təzyiqi nə deməkdir, ümumiyyətlə bizə başa salsın. O qeyd edir ki, ailə təzyiqi bir insanın digərinə təzyiq göstərməsi deməkdir. Ailə təzyiqinin ümumiyyətlə götürəndə 5 növü var. Deməli, əgər bir ailə təzyiq göstərən insan bir dəfə təzyiq göstərməyə başladısa, bu davam edir. Buna görə də əksər hallarda təzyiqə məruz qalan qadınlar çalışmalıdırlar ki, elə ilk dəfədən təzyiq görərlərsə etiraz edərlər buna qarşı və öz etirazlarını bildirərlər.
beynəlxalq statistikada qeyd edirlər ki, ailə təzyiqinin 3 fazası, əsas fazası var. Onlardan birincisi olan halda ilk fazada deməli stola yumruq vurmaq, qapını vurmaq, stəkan qırmaq. Bax, bunlar ilk fazaya aiddir, təzyiqin birinci fazasına. İkinci isə fiziki təzyiqdir. Üçüncü isə bal fazası deyirlər bunu beynəlxalq dildə. Belə ki, üçüncü fazada təzyiq göstərən tərəf qadından, təzyiq göstərdiyi tərəfdən üzr istəyir ki, onu bağışlasın. Əksər hallarda qadınlar çalışırlar ki, istəyirlər ki, bax bu birinci və ikinci faza tezliklə ötsün, keçsin ki, onun həyat yoldaşı sonra üçüncü fazada, yəni bal fazasında ondan üzr istəsin. Və qadınlar düşünürlər ki, deməli, həyat yoldaşları onlara təzyiq göstərirsə də, bu bir neçə saniyə, bir neçə dəqiqə davam edəcək və bundan sonra onun deməli, əsəbləri rahatlaşacaq, sakitləşəcək və qadından üzr istəyəcək və qadının istədiyini həyata keçirəcək. Deməli, bunu da qeyd edir ki, bizim qonağımız kişi qadından üzr istəyəndə qadın həmişə bağışlayır. Ancaq kişi cəmi statistika göstərir ki, 8 dəfə üzr istəyir cəmi və bu alınmazsa sonra tərk edir. Həmçinin belə bir söhbət oldu ki, bu da sosial sahəyə gəldikdə isə əgər qadını evdən qovurlarsa, yaxud da qadın evdən gedirsə, sonra məhkəmə yolu ilə, yaxud da belə aralarda razılıq yolu ilə qadına heç nə qalmaz. Yəni ailədən heç bir hissə qalmır qadına. Ხალხად, კონკრეტულად რო ვისაუბროთ, რა შემთხვევაში შეიძლება ასე ვთქვათ, შეიძლება ჩათვალოს ადამიანმა, რომ ის არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. კონკრეტული მაგალითები ვთქვათ. ჩვენ შემთხვევებში და ძირითადად იცით მოდიან მას შემდგომ, როდესაც უკვე ფიზიკური, ანუ ხილული ძალადობის ნიშნები აქვთ ადამიანებს, ეს ჩალურჯება, ხშირ შემთხვევაში ჭრილობებიც კი შეინიშნება და ანუ ის ხილულის დანახვა ბევრად მარტივია. თუმცა მუშაობის შემდგომ აღმოჩნდება ხოლმე ეს მაშინ არ ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენთან რეაბილიტაციის პროგრამა იწყება და ადამიანები ზოგს მეტი დრო ჭირდება, ზოგს ნაკლები, რომ გაიხსნან ურთიერთობა დამყარდეს. აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყოველთვის მათზე განხორციელებული იყო ყველა სახის ძალადობა, სექსუალური ძალადობაც კი. ხშირად ქალები თვლიან, რომ რადგან ქმარია, იგი სექსუალურად მასზე არ ძალადობს. ყოველთვის არის, რომ უმეტესად, რომ ყველა ძალადობის ფორმა ამ ქალბატონებზე არის უკვე, ასე ვთქვათ, ჩატარებული და ის რომ ამცირებენ, ანუ მოძალადეს ძირითადი სურვილი არის დააქვეითოს თავისი მსხვერპლის, ანუ პარტნიორის თვით შეფასება. იგი იყოს რაც შეიძლება დაბალი, რომ მას არაფერი არ შეუძლია, რომ იგი ვერაფერს ვერ გააკეთებს. ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ვსაუბრობ. ხო, და ეს ყველაფერი იწყება ფსიქოლოგიური ძალადობიდან და ხშირ შემთხვევებში გადაიზრდება ხოლმე, როგორც ვამბობ, ყველა იძულო ძალადობის ფორმას როცა გამოივლიან, ბოლოს ეს ყველაფერი მიდის ფიზიკურ ძალადობამდე. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ აქამდე მივიდეს ზოგი ადამიანი ფსიქოლოგიური ძალადობის და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლია, როდესაც მას არ აძლევს საშუალებას, რომ მოიხმაროს ის თანხა, ის საშუალებაც აქვს, თუნდაც თავის მიერ გამომუშავებული თანხა საკუთარ თავზე დახარჯოს, არ აძლევენ უფლებას ისარგებელს ერთად შეძენილი ნივთებით უკრძალავენ, აი ესეთი ფორმებია. ეს ყველაფერი გადადის თავში ჩატყვა, წამორტყმა, ჩქმეტა, აწამებენ ხშირად სიგარეტსაც, ნამწვავსაც კი კანზე აწვავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გააკეთებინონ ის, რაც მათ უნდათ, ანუ მათი სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთებინონ ესა თუ ის ქმედება.